კარლ გუსტავ იუნგის თეორიამ, ხელოვნების თეორიამ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ხელოვნების ფსიქოლოგიაზე, არამედ ასევე თანამედროვე ხელოვნებასაც. იუნგის მიმდევარ ხელოვანთა შორის უნდა დასახელდნენ ჰერმან ჰესე, თომას მანი, ფედერიკო ფელინი, ინგმარ ბერგმანი, ჯექსონ პოლოკი და სხვანი, ისინი, ვინც ქმნიდნენ მე-20 საუკუნის ხელოვნებას. ჩვენ ახლა გადავდივართ ახალ საკითხზე და ვისაუბრებთ ხელოვნების თეორიაზე იუნგის ფსიქოლოგიურ სკოლაში. კარლ იუნგის იდეები მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა განავითარეს. განსაკუთრებით პროდუქტიული იუნგის სიმბოლოს გაგება აღმოჩნდა. ერიხ ნოიმანი, იუნგის მიმდევარი, ხელოვნების ფსიქოლოგიაში მიიჩნევს, რომ ხელოვნება სიმბოლურ ენასთან იმანენტურ საწყისეულ კავშირში იმყოფება. რა თქმა უნდა, ეს შეხედულება არ არის თავისთავად ახალი, ის არის საზოგადოდ დამახასიათებელი ხელოვნების თეორიისთვის, მაგრამ საინტერესოა ის, თუ როგორ ესმის სიმბოლოსა და ხელოვნების მიმართება და სიმბოლოს ფენომენი იუნგის ხელოვნების ფსიქოლოგიას. ნოიმანი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ კლდის ფერწერაში ბიზონის გამოსახულება მხოლოდ ერთი შეხედვით არის რეალისტური. ბიზონის გამოსახულება ასახავს არა იმდენად კონკრეტულ ცხოველს, რამდენადაც ზოგადად ბიზონთა მამას, ბიზონის იდეას და რიტუალის ობიექტს. ასევე ნოიმანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს არაცნობიერი შემოქმედებითი ფუნქციის სპონტანურობას და მის თვითგამოვლენას, მისი თვითგამოვლენის, თვითაქტუალიზაციის უნარს. ერიხ ნოიმანის შეხედულებით სიმბოლო ცნობიერ და ლოგიკურ კონცეფციათაგან განსხვავებით უფრო რთული რეალობის ასახვას ემსახურება. არაცნობიერის მოქმედება თანამედროვე ცნობიერების ცივილიზაციას აბალანსებს და ავსებს. აღნიშნული ბალანსის რღვევა და არაცნობიერი ძალების ატროფია ცნობიერების როლის გაზვიადებას უკავშირდება. კერძოდ, ცნობიერი დოგმატური და ფანატური, თვითკმარი და გარეშესაგან იზოლირებული ხდება. ამგვარი დისბალანსი არაცნობიერი რელიგიების სტიმულირების მიზეზადაც იქცევა, როგორიცაა წერს ნოიმანი, ფროიდის ფსიქოანალიზი, ან უფრო დიდი მასშტაბით ნაციზმი და კომუნიზმი. საინტერესოა, რომ კარლ იუნგის მიმდევარმა ფროიდის ფსიქოანალიზს უწოდა თანამედროვე რელიგია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფანატიზმი და შეადარა ის ნაციზმსა და კომუნიზმს. ეს დამოკიდებულება ფროიდის თეორიისადმი, ფროიდის ხელოვნების თეორიისადმი ცხადად ასახავს ანტაგონიზმს ფროიდისა და იუნგის ხელოვნების თეორიებს შორის. დოგმათა ძირები არქეტიპულ ხატებში ძევს, აგრძელებს ნოიმანი, შესაბამისად ცნობიერება შეუმჩნევლად ითრგუნება იმ ძალების მიერვე, რომელსაც უარყოფს და განდევნის, რასაც საბოლოო ჯამში ცნობიერების რეგრესსა და რღვევამდე მივყავართ. არაცნობიერი ძალების უარყოფით ცნობიერი ამ ძალთა მსხვერპლად იქცევა. როგორც ვხედავთ ერიხ ნოიმანის ნაშრომში, არაცნობიერის რეაბილიტაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. შესაბამისად, ავტორი არაცნობიერისთვის დამახასიათებელი სიმბოლური ენის რეაბილიტაციასაც ცდილობს. სიმბოლო მნიშვნელობით დამუხტული ხატია, რომელიც რეალობის პირველადსა და მთლიანობით განცდას იძლევა. იმ განცდას, რომელსაც სრულიად მოკლებულია თანამედროვე ადამიანის გამანაწევრებელი ცნობიერება. სიმბოლო ერთიანი რეალობის განცდის საფუძველია, რომელშიც ჯერ არაა ერთმანეთისგან გადიფერენცირებული გარეგანი და შინაგანი, ობიექტური და სუბიექტური. ჩვენ საუბრობთ იმ ნაშრომებზე, რომელთა შესახებაც ასევე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, საუბარს ჩვენი პირადი შეხვედრის დროს, როდესაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ლექციაზე უნივერსიტეტში, მე მოგცემთ საშუალებას, მე მოგცემთ პირობას, რომ თავად ნახოთ ეს ნაშრომი ერიხ ნოიმანის და წაიკითხოთ
გარკვეული მონაკვეთები ამ ნაშრომიდან, შემდეგ გააკეთოთ მოხსენება აუდიტორიის წინაშე და ჩვენ გვექნება საშუალება მოვაწყოთ დისკუსია ამ ნაშრომებთან დაკავშირებით, ამ ნაშრომებში წარმოდგენილ იდეებთან და შეხედულებებთან დაკავშირებით. სიმბოლოთა სამყარო მუდმივი ტრანსფორმაციისა და ქმნადობის სამყაროა, რომლის აღქმის უნარით შემოქმედი ან კრეატორი პიროვნებები ხასიათდებიან. საინტერესო რომ მუდმივად ქმნადობის, კრეატულობის ან ფსიქოლოგიური ღიაობის სტატუსს ავტორი ფემინურობასთან ან ანიმასთან აკავშირებს. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ამ საკითხზე, როდესაც ვსაუბრობდით იუნგის კარლ გუსტავ იუნგის მოსაზრებებზე, შემოქმედებით სტიმულთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ იუნგის გაგებით შემოქმედებითი იმპულსი ფემინურია, რადგანაც ის არაცნობიერს უკავშირდება, ჩვენ მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, განვიხილეთ კავშირი იუნგის მოსაზრებებსა და პატრიარქალურ, ასე ვთქვათ, დოგმებთან შორის და აი აქაც მისი მიმდევრები და კონკრეტულად ერიხ ნოიმანი მიყვება იუნგის გარკვეულ გზას და ის საუბრობს კრეატორისთვის დამახასიათებელ შემოქმედისთვის დამახასიათებელ ფემინურობაზე და ასევე იგი საინტერესოა საუბრობს ბუნებრივი ანიმაზე, როგორც ტრანსფორმაციის მოტივზე. შემოქმედებითი უნარები ან ტრანსფორმაციის ნება ადაპტაციურ სირთულეებს, ფიზიკურ თუ სოციალურ გარემოსთან შეგუების პრობლემებს უკავშირდება და არაცნობიერი ქალურობიდან მომდინარეობს. იუნგიანელი ავტორი, ხელოვნების მკვლევარი ანიელა იაფე ხაზს უსვამს სიმბოლოს უნივერსალობას და აღნიშნავს, რომ სიმბოლურია არა მხოლოდ ხელოვნება, რომელიც როგორც ხილულ, ცხად, ასევე ფარულსა და არაცნობიერ ასპექტებს შეიცავს, არამედ მთელი სამყაროც. მთელი კოსმოსი პოტენციური სიმბოლოა, აღნიშნავს ავტორი. ადამიანს სიმბოლოთა შექმნის სპეციფიკური მიდრეკილება გამოარჩევს. ეს ადამიანისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა. ფორმების, საგნებისა და მოვლენების სიმბოლოებად გარდაქცევით, ადამიანი ზრდის მათ ფსიქოლოგიურ მუხტს, რათა შემდგომ ეს უკანასკნელი რელიგიასა და ხელოვნებაში ჩართოს. ანიელა იაფე იხილავს სამ სიმბოლოს, ქვას, ცხოველსა და წრეს. ასე მაგალითად, ქვა ოდითგანვე სულების ადგილსამყოფელად და რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად მიიჩნეოდა. ასეთია წმინდა ქვები, ჩურინგები პირველყოფილ ხელოვნებაში. ასეთია წარმართული კერპები. ქვისადმი ფორმების მინიჭებით ადამიანი ცდილობდა გამოეხატა ის, რასაც ქვის სულად, ქვის არსად მიიჩნევდა. სწორედ ეს გარემოება იქცა იაფეს გაგებით სკულპტურის ხელოვნების აღმოცენების პირობად. ხელოვნების დარგები აქტიურად მიმართავენ სიმბოლოებს და მათ დამუშავებას ახდენენ. მაგალითად, არქიტექტურაში აქტიურად გამოიყენება წრის, ჯვრისა და სამკუთხედის სიმბოლიკა. არქიტექტურა ფაქტობრივად ეფუძნება და ეყრდნობა აღნიშნულ სიმბოლოებს. მაგალითად, ქრისტიანული ტაძრების სიმბოლურ და რელიგიურ საფუძველს ჯვარი შეადგენს, რომელიც არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ საზოგადო უნივერსალური სიმბოლოა. პლუთარკეს მიხედვით, რომის აშენებას წინ უსწრებდა სიმბოლოებთან დაკავშირებული რთული რელიგიური რიტუალი. რომულმა ამოათხრევინა მრგვალი ორმო, რომელშიც შესაწირი, ხეთა ნაყოფი მოათავსეს. შემდეგ თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე რომისა, მასში მუჭა მიწას ყრიდა. ორმოს ეწოდა მუნდუსი, ანუ კოსმოსი, რომლის გარშემოც რომულმა გუთნით, რომელშიც შეაბა ხარი და ძროხა, წრე ქალაქის მისტიური საზღვარი შემოხაზა. რომის ამ მსოფლიო ცენტრის დაგეგმარება, როგორც ვხედავთ, არქეტიპებსა და ძირითადში წრის არქეტიპს და მათგან მომდინარე მისტერიებს უკავშირდება. ანიელა იაფე აღნიშნავს, რომ ქალაქთა უმეტესობა მანდალას პრინციპზე იგებოდა. ჩვენ მანდალაზე, ამ საკრალურ წრეზე ვისაუბრეთ, როდესაც ქონდა საუბარი იუნგის უნივერსალური სიმბოლოების შესახებ. და აი აქ
უნდა აღინიშნოს, რომ ანიელა იაფე, როგორც იუნგის მასწავლებელი, აგრძელებს მანდალას კვლევას, წრის როგორც სიმბოლოს კვლევას და როდესაც იგი საუბრობს არქიტექტურაზე, იგი მიუთითებს, რომ ქალაქები იგება, როდესაც იგი საუბრობს პროსტურად ქალაქის დაგეგმარებაზე, იგი მიუთითებს, რომ ქალაქები იგება ძირითადად მანდალას პრინციპზე და ამით ხდება ქალაქის მოწესრიგებულ კოსმოსად წმინდა ალაგად გარდაქმნა. და თავისი ცენტრით ქალაქი იმ ქვეყნიურ მარადიულ სამყაროსთან კავშირდება. ავტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც გეგმის მიხედვით მანდალას ღვთაებრივ წრეს წარმოადგენს, არქეტიპულად ადამიანის ფსიქიკას ასახავს. ქალაქის ხოთ შორის ეს ტრადიციაც მოდის იუნგისგან, წრე აღნიშნავს წესრიგს, როგორც კოსმიურ წესრიგს, ასევე ადამიანის შიდა წესრიგს, ადამიანის ფსიქიკურ წესრიგს, ამიტომაც მანდალით გამოიხატება სამყაროს კოსმოსის და ადამიანის შიდა ფსიქიკური წესრიგიც და ასევე ფსიქიკაც. ქალაქი, ციხესიმაგრე, ტაძარი ფსიქიკური მთლიანობის სიმბოლოებია და სწორედ ამიტომაც ახდენენ ასე ძლიერ ზემოქმედებას ადამიანზე. იაფე ხაზს უსვამს, რომ არქეტიპული პრინციპით, არქეტიპთა გამოყენებით, ნაგებობათა და მთლიანად ქალაქების დაგეგმარება ძირითადში არქეტიპთა მიერ თვითგამოვლენისა და თვითაქტივაციის ძალით წარმოებს. იაფე საგანგებოდ ჩერდება ქრისტიანული ხელოვნების მთავარ სიმბოლოზე. ჯვარი და ჯვარცმა დიდი ხნის მანძილზე კაროლინგების ეპოქამდე ევროპულ ხელოვნებაში ეგრეთ წოდებული ბერძნული ჯვრის ან ტოლფერდა ჯვრის სახეს ატარებდა. ასეთ ჯვარში ცენტრიდან გამავალი ფერდები ერთმანეთის ტოლია მინდა შეგახსენოთ. ჯვრის აღნიშნული სახე მისი ფორმიდან გამომდინარე ჰარმონიის, შინაგანი გაწონასწორების სიმბოლოა. მოგვიანებით ხელოვნება მიმართავს განსხვავებული სახის, კერძოდ ეგრეთ წოდებულ ლათინურ ჯვარს, რომლის ცენტრით ზევით კედაა აწეული და ქვედა ფერდი სიგრძით დანარჩენ ფერდებს საგრძნობლად აღემატება.